დილა მშვიდობისა, განვაგრძოთ პირდაპირ ეთერში მუშაობას და ჩვენ ახლა გამოვეხმაურებით Urban Fest 2025-ს, რომელიც გრძელდება და ამჯერად ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან ურბანული ფესტივალი გადაინაცვლებს ზღვის უბანში და ზღვის უბნის საქალაქო პარკში. ამჯერად როგორი ფორმატით, რა ტიპის იქნება ეს ფესტივალი, რომელიც პრინციპში გარეუბნის სივრცეში გაჟღერებულა შესაძლოა. ამ თემაზე ისევ ნიკოლოზ გაბელია ისაუბრებს, რომელიც ურბანული სპორტის ფედერაციის დირექტორია და ხო მგონი ბოლო დიალოგი უდის ფესტივალზე გქონდა. ხო და არა მოიცოდა იმას, რომ თქვენ ამბობდით, რომ უნდა განგებცოთ თქვათ დაფარვის ზონა და აგერ ახლა ამ ხელა განახლებულ რა თქმა უნდა დიდ სივრცეზე და დიდ პარკზე ვსაუბრობთ. მოგრებ ნიკოლოზ კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა სტუმრობისთვის და გითხარით 31 მაისიდან 1 ივნისამდე დაგეგმილი Urban Fest-ი რომელსაც უკვე გამოცდილება გააჩნია. ზუსტად ისეთივე ფორმატით წარიმართება, როგორც ახამდე იყო, თუ რამე დაებატა სიახლე და მოკლედ მოცულობაში როგორია. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა იმისთვის, რომ თქვენ სტუდიაში ვარ, სტუმრად, ჩემთვის აქ მოსვლა ყოველთვის რაღაც ძალიან დადებით განწყობას იწვევს ხოლმე, იმიტომ რომ დილა არის თითქმის ხო ეხლა. მაინც აქედან ეს დამუხტული პოზიტივით მივდივარ ხოლმე სახლში და სადღაც და ასე კარგია. მიხარია და მიხარი ხარ თქვენს და მსმენელს. რაც შეეხება ურბანულ ფესტივალს, Urban Fest-ს ეგრეთ წოდებულს, შარშად ჩვენ ეს გავაკეთეთ დედაენის ბაღში და იყო ძალიან კარგი. მოუსინჯეთ ძალები, როგორ აითვისებდა ამას ხალხი, როგორ მიიღებდა. იქიდან გამომდინარე, რომ სპორტული ფესტივალები საქართველოში თითქმის არ არსებობს, მხოლოდ არსებობს 1-2 ფესტივალი, სადაც ეგრეთ წოდებული კონკურსის შეჯიბრება არ ხდება და არის უბრალოდ საგამოფენო სტილის ფესტივალი. ჩვენ ეს ყველაფერი გარდა სხვა ფერი გავხადეთ და უკვე შეჯიბრის და კონკურსის სახე მივეცით. თუ იყო შარშა რომ მაგალითად არ მოგცა დედაენის პარკმა იმის საშუალება რომ რაღაც სპორტული შეჯიბრებები დაგვემატებინა, უკვე თემქის ზღვის უბნის პარკი, რომელიც ახლად რეაბილიტირებულია და ძალიან მაგარი პარკია. წარმოვიდგინოთ მაგარი პარკი, არ მეგონა მე რომ ჩავედი ჯერ 1 საათი ურტყავდი წრეს იმ ხელა. დიდი ხევია, რომელიც ათვისებია. და ძალიან დიდი აქტივობა მთელი, რა ვიცი, თემქა, გზანი, ყველა იქ არის აბსოლუტურად ჩასული, ერთობიან, უხარიათ რა თქმა უნდა, რომ მათ უბანში ესეთი გამწვანების ზონა არის და ჩვენც ეს ყველაფერი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ სპორტული თემატიკით რაც შეიძლება მეტად დავტვირთოთ ახალგაზრდები, რადგან ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ რაც შეიძლება შორს დავაყენოთ მოზარდი თაობა გაჯეტებთან, ტელეფონებთან და უფრო მეტად დავაჭერინოთ ხელში ბურთი, უფრო მეტად დაიჭირონ ხელში ჩოგანი და ერთმანეთს შეჯიბრებები მოუწყონ, ხო? რეალურ დროში, ხო? თან ის უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის ენთუზიაზმზე დაფუძნებული ჩემპიონატები, აქ არის ფულადი პრიზები, როგორც პირველ ადგილს, ასევე მეორე ადგილს იქნება საკმაოდ მაღალი. ანუ мотивация არის. мотивация არის, ხო, პირველ ადგილზე მაგალითად ფეხბურთი, კალათბურთი 2000 ლარი. ცუდი ფული ნამდვილად არ არის. 4 კაცისთვის, რომელიც 4 კაციანი გუნდია და ფეხბურთში ცოტა მეტია, 4-4 არის, მაგრამ ნუ არის. მოკლედ სპორტული სახეობები რაც არის. 10 სახეობა, რასაც მე თავი გადავარდი და თავად გინდა ჩამოწერე შეგიძლია. არა. მოდი თანმიმდევრობით მივხვდეთ. 4 ფეხბურთი, სადაც გუნდების შეკრება არ გაგიჭირდება. რა თქმა უნდა, 3-3-ზე იყო შარშან და წელს გავაკეთეთ 4-4-ზე. მოთხოვნა არის მაგალი, ხო? იქ არის როგორ იცი, ახლა ჩვენ თუ დედაენაში გქონდა ავაწყვეთ სტადიონი და ფეხბურთის მოედანი ჩვენი ხელებით და შრომით და სიფულესთან იყო დაკავშირებული. არის უკვე მოედანი აწყობილი და სწორედ აქედან გამომდინარე ის სტადიონი გვაძლევს საშუალებას რომ 4-4-ზე ითამაშონ რა. ასევე კალათბურთი, ნუ ეს 3-3-ზე. კარგად იცით, 3-3-ზე კალათბურთი საკმაოდ ცნობილი სპორტის სახეობა, ოლიმპიური სახეობა გახდა უკვე და ძალიან პოპულარულია ჩვენს ქვეყანაში. არის ბადმინტონი, რომელიც ვერ გავაკეთეთ დედაენის ბაღში, ამინდიდან გამომდინარე, ცოტა ხარი იყო, ცოტა ის იყო, ეს იყო. ახლა იქ იმედია ხარი არ იქნება იმ დღეს. მაგრამ თურმე მანდაც ყოფილა განსხვავებები, არის ხარის ბადმინტონი და არის უქარო ბადმინტონი. ძიმე და მჩატე ესე ვთქვათ, ბურთებით თამაში. გვაქვს კიდევ თაგ რაგბი, რომელიც ასევე არ გქონდა დედაენაში და დავამატეთ უკვე აქ. თაგ რაგბი არის ეგრეთ წოდებული უკონტაქტო რაგბი, სადაც შეხებით და ეს შარვალთან გაქვს ჩამოწეული რაღაც
რაღაცა არის კონკრეტული და ის უნდა ჩამოხსნა. ჩათვალე დაჭერობანას თამაშობდა. შეხება დაკაჩვა ერთი ხელით უნდა მოკიდო. ძალიან თუ ორი ხელით უნდა მოკიდო. ძალიან რთული და ესეთი ოღონდ ძალიან სახალისო და კარგი სპორტული აქტივობაა. არის მაგიდის ჩოგბურთი, არის მაგიდის ჩოგბურთის გასი თუ ესენის ჩვენ უნდა მივიტანოთ. არის სკეიტბორდი წელს აღარ გვექნება, იმიტომ რომ თუ დედაენაში არის ძალიან დიდი სივრცე, იქ იმ ხელა სივრცე არ არის და მე მგონი მომავალ წელს ახლა თქვენ მარტო გულაში ხარ იქნებით აი ვარკეთილი სივრცისკენაც უნდა გადაინაცვლოს სკეიტბორდის შესანიშნავი ახალი მოედანია აშენებული კი ბატონო უკვე იქითკენ გადა BMX ველოსიპედები არ გვაქვს წელს ამის შესაძლებლობაც ნუ ალბათ სკეიტბორდ პარკი ამისთვის იქნებოდა კარგი და ფრენბურთი ხო ფრენბურთიც არ გქონდა და დავამატეთ წელს და ფრენბურთის ფედერაცია ჩართულია ყველანაირად საკმაოდ ძალიან დიდი დატვირთვა აქვს თავის ჩემპიონატები აქვს უცხოური გარეთ მიდიმოდიან მაგრამ მაინც ჩაერთნენ რადგან ტექნობოლზე გითხარი ამას ტექნობოლი ეს ტექბოლი ეგრეთ წოდებული მაგიდის ფეხბურთი ესე ოვალური მაგიდა არის დაწვენილი ესე და ფეხით თამაშობ მაგიდის ჩოგბურთის გავსი ოღონდ ხო ფეხით თამაშობ მაგიდის ჩოგბურთს კიდე გვაქვს ერთი სპორტის სახეობა რომელსაც მინდვრის ჰოკეი ქვია და ისიც გვინდა რომ წინა წელსაც ჰოკეის ჯგუფში იმიტომ რომ ხო საკმაოდ უკვე წარმატებული რომელმაც უკვე გაიარა ძალიან ბევრი მე რა რომ 2 თუ 3 ქართველია მე რა მაგრამ ძალიან განვითარდება რაც შეეხება მინდვრის ჰოკეის ეს თქვენ არ ვიცი შეიძლება წარმოუდგენლადაც მიგაჩნიათ მაგრამ ძალიან პოპულარული სპორტია საქართველოში რომ არ მეგონა იმდენი სპორტსმენი მოვიდა ქართველები არა უცხოელები და ისინი იმდენი მოვიდნენ რომ გამიკვირდა ამიტომ წელსაც თვითონ ფედერაციის პრეზიდენტი იმდენად სურს რომ აი ამ ფესტივალებში მიიღოს მონაწილეობა რომ უფრო მეტად გახადოს პოპულარული ეს სპორტის სახეობა თვითონ არის ჩართული ძალიან ისე რომ აი ჩვენზე მეტად შეიძლება რა რომ სურს რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს დაკავებული. ნიკოლას, ჩვენ ახლა ჩამოვთვალეთ სპორტის სახეობები, რომლის რაც გაძლევთ, რის შესაძლებლობაზეც გაძლევთ პარტია სპორტის ამ სახეობებს ამოქმედოთ. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, რომ ეს იმართება გლდანი თემქის უფრო თემქაა მე მგონი. ხო, გლდანი თემქა, ხო. მაგრამ აქ მონაწილეობა ხო შეუძლიათ თბილისის ნებისმიერ რაიონის რა თქმა უნდა, აქ არ არის. უბრალოდ ლოკაცია. ანუ ლოკაცია არ ნიშნავს, რომ იმ სივრცეზე არა თავისთავად. ხო, აქ არის ახლა ფეხბურთში მაგალითად იქნება დარწმუნებული ვარ გუნდები რომელსაც ერქმევა ნაძალადევი რომელსაც ერქმევა მაგალითად ისანი და ასე შემდეგ დიდუბე და იყო შარშან ესეთი და ესენი და საკმაოდ საინტერესო იყო უბანზე ეს ხო ჩვენი ბავშვობის ეგრეთ წოდებული ლამაზი ნაწილია რომელიც უბანზე თამაში გახსოვს ასეთი დაბანილ დავარცხნილი ტურნირი ნაკრებად წივილი ხო პრიზოფონდებიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია რაც ალბათ იქ მცხოვრებ ადამიანებს ყველაზე მეტად ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მეტად ეს გაუხარდებათ რომ 31-ში თემქის ამ ზღვის უბნის პარკში გავაკეთებ მივუახლოვდით მნიშვნელობას დიდ ეკრანს სადაც შეგიძლიათ მოხვიდეთ ნახოთ PSG-სა და ინტერის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი სადაც ერთად ვიზეიმებთ დარწმუნებული ვარ ხუჩა კვარაცხელიას და მეორე ქართველის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის იმიტომ რომ აი ამ სპორტული აქტივობების შემდეგ ანუ შემთხვევით არ აგირჩევიათ როგორც ვთქვით 31 მაისს საფეხბურთო მატჩია და 1 ივნისი როცა ბავშვთა დღეა და 1 ივნისს რამე ბავშვებთან მიმართებაში კონკრეტული აქტივობები გაქვთ აბარა ისე შეიძლება და მხიარული სტარტები ალბათ გაგიგიათ მხიარული სტარტები იქნება 1 ივნისს ბავშვთა ესე ვთქვათ წარმდგენი მასპინძელი და იმასთან ერთად რომ ანუ 31-ში იქნება ძირითადი ბადის თამაშები სპორტულ მხარეს და პირველში იქნება უკვე ფინალური მხარე ამასთან ერთად იქნება ასევე მხიარული სტარტები ასე რომ ნებისმიერ ადამიანს ის არ იქნება იქ რომ მაგალითად ამ მხიარულ სტარტებში ჩაწერა გჭირდება ან რაღაცა არა ჩადი მოდი ითამაშე ასე რომ ვინც კი მხიარული სტარტები ალბათ ისეთია რომ 6-5 წლიდანაც შეუძლიათ ნებისმიერ მსურველს ითამაშოს იქნება წამყვანი იქნება ძალიან ბევრი გასართობი რამ ასე რომ მოკლედ იქ მცხოვრებ ადამიანებს ძალიან ჯადოსნური და კარგი დღეები გვინდა ვაჩუქოთ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ დავდგეთ და ცოტა ხანი წას უყუროთ და იქნება ვიბოცოთ რომ წვიმა არ წამოვიდეს და ასეთი რა. ნუ იქ წვიმა. ნუ ეს ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა არ დავტოვებთ. ბუნებრივად ვერ ცოტას გადავწევთ. მაგრამ თარიღს გადაცემთ უბრალოდ. არ არსებობს ამ პროექტის ეს რაც არ უნდა მოხდეს არ ჩავარდება. არ ჩავარდება. მაგრამ იმედი მაქვს რომ ამინდი ხელს შეგვიწყობს. კარგი, თქვენ ფულად პრიზებზე ახსენეთ რომ თქვენ ფეხბურთი ახსენეთ, კალათბურთი და რაც კი ჩამოთვალეთ სპორტის ყველა სახეობაში არის აბსოლუტურად პირველი მეორე ადგილების ზოგან არის 2000 ლარი, ზოგან არის 1500 ლარი, 1500 ლარი და ასე შემდეგ.
ასე რომ როდესაც თქვენ პირველი ფესტივალი ჩაატარეთ და იქაც გამოცდილებას ფულად დაგროვდა. კი, ეს მახსოვს. ძალიან დაგჭირდა, ასე ვთქვათ, მარკეტინგული თვალსაზრისით ინფორმაციის მიტანა ხომ მნიშვნელოვანია, რომ მოვიდნენ ასეთ რამეს ვატარებთ. რა თქმა უნდა. თუ გაგიადვილდათ, გაჭირდა დრო და წელს ბევრად მარტივი იყო, რა თქმა უნდა, ასე იქნება. გაიგო ხალხმა, უკვე იცოდნენ რა როგორანაირად. მით უმეტეს უკვე კონტაქტები 1000-მდე მონაწილე ყავდა წინა წელს. 1000-მდე სპორტის მონაწილეზე მაქვს საუბარი და წელს ცოტა მეც ვფიქრობთ, იმიტომ რომ სპორტის სახეობები დაემატა. ეს 1000 კაცი როგორ არის, აქ ძალიან დიდი ლაშქროვანი რაოდენობა უჭირავს ფეხბურთს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მრავლობითში ფეხბურთელი ხო ჩვენთვის ქართველებისთვის ნომერ პირველი სპორტია და ამას ვერ შეედრება ვერც ერთი ვერც ის ვერც ეს და ასე რომ მე მგონი ფეხბურთთან მიმართებაში ფეხბურთელი კაცი ხო გზა მესმის მაგრამ აღიარებ და უბრალოდ ფეხბურთთან მიმართებაში რო ახსენე ფრაზა ჩვენც ხო ვითამაშია აქ ახლა მე წილად ნუ რა გასაგები ახალგაზრდები თამაშობენ და მათი აქტივობა იქნება და რაღაცა ხო არ იფიქრებდით მომდევნო ფესტივალზე რომ მაგალითად რაღაც ასაკობრივი ცოტა მაღალი ასაკის წარმომადგენლებისთვისაც შეგეთავაზებინათ რომ ემან ვიღაცებმა გაიხსენონ ხო პირობას გაძლევ რომ ალბათ აი ძველი რაღაც სენსიტიური ზონების გასაგვიძებლად აი ესეთი კაი რაღაც ვითხარი ხო რა არც მიფიქრია მაგაზე ასე რომ აუცილებლად გავაკეთებ კარგი იქნება და ძალიან მაგარი იდეა პირობას და შეთან აი მომავალ წელსაც ხო მოვა ყველა ვარიანტი ხო გავაკეთებ და გეტყვი რომ +40 არის როგორ და გავზარდოთ კიდე არ ვიცი მაგას შესახებობის ტურიზმი ვარ არა ფიქრობ რომ საინტერესო იქნება რა ძალიან კარგი იქნება მე იქით პირველ ჩემი აზრით ანუ ბევრად საინტერესო უბლის თამაშებულები ახალგაზრდები იდეალური აი ჩემთვის რა ვიცი როგორც სოფლებში იყო ხოლმე ცოლიანები და უცოლოები ჩამივარდა თავში ეხა ეგ ფიქრები და ჩათვა იმის გამარჯვებულ ამას გამარჯვებულს ვეთამაშებ ხო რაღაცა ინტერესიც იქნება თაობათა კავშირი შენარჩუნდეს მოკლედ კიდევ ერთხელ გამოვიყენოთ ეთერი და გითხარი ნიკოლოზ ვინ როგორ უნდა მოიქცეს იმისთვის რომ აქ მიიღოს მონაწილეობა. კი თქვით მხიარ სტარტაპთან მიმართებაში რომელიც პირველში გაიმართება იქ არც რეგისტრაცია არაფერი ვინც მოვიდა მოახერხებს მოსვლას უპრობლემო ჩაერთო მაგრამ აქ სპორტულ ღონისძიებებში ხო აი ფეხბურთი და კალათბურთი უკვე დაკომპლექტებულია როგორც ვიცი კალათბურთი უეჭველი დაკომპლექტებულია იმიტომ რომ ეს ისეთი რამდენი გუნდია გახსოვთ ანუ არ მახსოვს 14 დაახლოებით 14 თუ 15 გუნდია თუ არ ვცდები რა და ანუ კალათბურთი როგორ არის ცი აქ როგორც თქვი რომ ეს სპორტის სახეობა უკვე ოლიმპიურია გუნდები არსებობს და ანუ ის აღარ გიწევს რომ ვინმე სულეკავს რომ ერთად გუნდი არსებობს ხო თემი არის მაგ ხო აი თემი არის იგლსი მაშა იგრება დარეგისტრირდება ეგრევე ის რეგისტრირდება ფეხბურთშიც მარტივად წავიდა აი დანარჩენი სპორტის სახეობებზე იქნება მაგალითად აი ბადმინტონზე მაგიდის ჯოგბურთზე შეგიძლიათ მობრძანდეთ და იქვე გაიაროთ რეგისტრაცია და მიიღოთ მონაწილეობა სავარაუდოდ ადგილები იქნება ეხლა ყოველ წუთს ივსება რა ადგილები. ეხლა შეიძლება ვიღაცა ავსებს რა და ამიტომ სუსტი და ისეთი ინფორმაცია არ მაქვს. მაგრამ სავარაუდოდ შეგიძლიათ რეგისტრაცია მაინც საჭიროა. ყველა ისე არის, ხო, ონლაინ რეგისტრაცია. არ იქაც შეგიძლიათ ადგილზე რეგისტრაცია გაიაროთ ამ კონკრეტულ სახეობებზე, არაფეხბურთზე, კალათბურთზე და თაგრაგზე მაგალითად. თუმცა ანუ აი ონლაინ რომ შეხვიდეთ დღეს მაგალითად სად უნდა შევიდნენ? აი მაგას ვიცახ Urban Fest-ის ოფიციალურ Facebook გვერდზე შედით, ნახეთ, იქ არის ჩამოწერილი ყველანაირი აბსოლუტურად ყველანაირი ინფორმაცია, მარტივად შეგიძლიათ მონახოთ, დარეგისტრირდეთ, გაიაროთ მარტივი ვერიფიკაცია და ეგ არის. უკვე ჩვენ ტურნირში ღებულობთ მონაწილეობას. ძალიან ბევრი უცხოელი ღებულობს სხვათა შორის ბადმინტონში მონაწილეობას. ძალიან ბევრი. ინდოელი. მე მგონი თქვენ ის კრიკეტიც რო დაამატოთ, იქ ვერა იქ ამბავი ატყდება, შეიძლება დახოცონეთ. არ ვიდა. საერთაშორისო Urban Fest-ი. შეიძლება პოლიტიკური ის პაკისტანი, ინდოეთის დაპირისპირება. ხო, მაგრამ ზოგადად ეს ჩვენთვის მაინც უცხო ხილის სპორტის სახეობა. ეგეც საინტერესო იქნება. მაგრამ ხო ახლა მინდვრის ჰოკეი თუ ასეთი პოპულარული ყოფილა, ემან კი ძალიან სხვა კრიკეტიც. კი, რატომაც არა. გახდეს თუ ფარიკაობაც გვინდა რომ დავუმატოთ მომავალ წელს. ბევრი საინტერესო რაღაც, აი გახსოვს წრეში ბურთის დამატება გვინდა და წელს ვერ მოვახერხეთ ეგეც. ლახტზეც ვიფიქრეთ. ლახტზეც ვიფიქრეთ სხვათა შორის, აი იცი რა უბნური თამაშია ხო ერთ-ერთი ძველი ქართული თამაშია რომელიც ნიკოლოზ მე მგონია თუ ეს მასშტაბები გაიზრდება, შეიძლება წელიწადში ერთხელ არა. აი წელიწადში რამდენჯერმე იყოს, იმიტომ რომ ეს Urban Festival-ი ქვია, მაგრამ Urban Fest-ი, რომელიც აქცენტირებულია სპორტულ თამაშებზე. და სპორტულ თამაშების რაღაცა კულტურიზაცია ხდება, ხო, პოპულარიზაციაც ხდება. ახლა დარწმუნებული ვარ უკვე მინიმუმ ფეხბურთში და ალბათ სხვა სახეობებშიც, რომ უკვე გუნდები იფიქრებენ
მეგობრები იფიქრებენ რომ მოდი რა ისე ვითამაშოთ რომ მოვემზადოთ. აბა რა, მოდი აუცილებლად იქნება ეს და მით უმეტეს როდესაც ფულადი პრიზი არის, мотиваციაც მეტი იქნება. ამასობაში სპორტის ნებისმიერი სახეობიდან ნაკრების ნებისმიერი ასაკობრივისთვის თუნდაც ერთიც რო წავიდეს, ანუ აქ აღმოაჩინონ, ჩათვალე დიდი საქმე არის გაკეთებული და შეიძლება ამათგან არც ერთი არ იყოს, მაგრამ მათი მაყურებელი პატარა ბავშვები დაინტერესდნენ სპორტის სახეობით და ანუ ამას ძალიან ბევრი ქსელური შედეგი ექნება. როგორი შემთხვევები ყოფილა, იცი, აი კალათბურთზე მაგალითად რო ავიღოთ, რომ აი 3-3-ზე ჩემპიონატი ჩატარებულა, ვიღაც ისე ყოფილა, რომ გუნდში არა უყვანია არავის და იქ ისე გამოუჩენია თავი, რომ მეორე დღეს სუპერლიგის გუნდში ყოფილა. კახა ჯინჭარაძე მაგალითად, რომელიც კალათბურთის ჩვენ ნაკრების ერთ-ერთი მოთამაშეა თან ისეთი რომ ეფუძნება მასზე რაღაც კომბინაციები და ასე შემდეგ იყო დრო რომ სამოყვარულო ლიგას თამაშობდა იქ გამოიჩინა თავი და წავიდა შემდეგ ნაკრებს თამაშობს ეხლა და ყატარი ითამაშა და რაღაც ისეთი აზიური ქვეყნების ჩემპიონატებიც დალაშქრა ესე რომ ვთქვა და რა ვიცი ესეთი ჩემპიონატებიც ვინმე რომ მოვიდეს და ნახოს შეიძლება აღმოაჩინოს ეხლა კალათბურთი მაინც პატარა სპორტია იცი ვინ არის ფეხბურთში შეიძლება ისეთი აღმოაჩინოს ვიღაცა რომ აი საერთოდ არ იცოდე რა, ამიტომ აუცილებელია ჩემი აზრით. კუჩიდან იწყება ფეხბურთი. მით უმეტეს აი სტადიონები, რაც ამდენი გაკეთდა არსებობს და იმაქვს კიდე გაკეთდება, ხო? რა თქმა უნდა, მრავალფუნქციურია, მხოლოდ ფეხბურთი იქ არ არის, მაგრამ გამოყენებისთვის სხვადასხვა გუნდებმა რომ გადაწყვიტონ მეგობრებმა რომ გუნდა შეიყვან და ითამაშონ. აბა რა პრიორიტეტი არ უნდა გქონდეს, მაგრამ მაინც და მაინც 1-2 სპორტი, იმიტომ რომ არა რა თქმა უნდა. ადამიანები, რომლებსაც მაგალითად შეიტყვის არ იყოს კრიკეტი უყვართ კაცო და იმ ადამიანებსაც უნდა ვცეთ პატივი. თან ახლა ისეთი მომენტია, ბადმინტონი სპორტის სახეობად ალბათ ნაკლებად აღიქვამს ძველი თაობა. ამასობაში ოლიმპიურია. ყველა ერთობა ოლიმპიური ჩაის არის, ხო. ასე რომ საერთოდ ძალიან საინტერესოა. რატომაც არა, შეგვიძლია ეხლა მოვახერხოთ ეკობა. ველოსიპედიც მესმის რომ ახლა არა გვაქვს, მაგრამ ველოსიპედი და სკეიტბორდი ძალიან საინტერესოა ისიც რომ ასე აქტივობა იყო, დიდი მათი მოედანი უკვე არაერთი გვაქვს დედაქალაქში და ესეც მნიშვნელოვანი კომპონენტია. ნამდვილად, კარგი იყო წინა წელს და ძალიან ბევრი მონაწილე იყო, იქაც ბევრი უცხოელი იყო ძირითადად მონაწილე, ნუ წელს ვერ გამოვიდა, მაგრამ მომავალ წელს ვიზავთ რამეს რა. სხვა ლოკაციას, როგორც ჩვენ თქვი ვაკეთილიო ეხლა შეიძლება ვაკეთილში წავიდეთ მე. ასე შემდეგ ვივლით, ხან იქ ვიქნებით, ხან აქ ვიქნებით და საბოლოო ჯამში გამოვა საქმე. ერთად შეგიძლიათ რომ თქვათ წელიწადის განმავლობაში, თქვათ 2-ს თუ გააკეთებთ ან 3-ს, გააკეთოთ სხვადასხვა სივრცეში, მეტი აქცენტი გაკეთდეს იმ სივრცისთან დაკავშირებული რაიონების წარმოადგენლების და მე უკვე ხო, აბა რა, საფინალოში გამარჯვებული და ის უკვე დიდი ფულადი პრიზები და ასე. ყოველ შემთხვევაში გამოცდილება და მე მგონია რომ მაშინ ასეთი შაბეშლება დამჩარულო მოთხოვნილება იყო და ეს არ იყო აქტივობა აქტივობის ხო? აბა რა, თავისთავად ეს უბრალოდ რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გახარებული ბედნიერი სახეები იყო რაიონებს დავიდან სტუდენტები სკოლის მოსწავლეები აბა რა ყველა იყო იქ ჩართული და ყველა ძალიან გახარებული და ბედნიერი სპორტია ბედნიერებს რა ხო ნახეთ არა რომ აბედნიერებს ხო დავინახეთ ხო ვიგრძენით ეს ჩვენ თავზე გამოვცადეთ ის რაც არ გამოგვიცდია აქამდე და ასე რომ მივცეთ საბაბი იმისა რომ კი და მე ვფიქრობ რომ აი ის ერთ-ერთი აგური იქნება რომელიც სპორტის პოპულარიზაციას მით უმეტეს ციფრულ ეპოქაში ხელს შეუწყობს თავის საქმეს გააკეთებს მსგავსი ფესტივალი და ყველაფერთან ერთად იმედი დავიტოვოთ რომ ივნისში კიდევ ლუდის ფესტივალი გვექნება ეს ცალკე თემაა იქაც გეოდები და იმედი დავიტოვოთ რომ 31 მაისს ამ აქტივობების შემდეგ საღამოს ისეთ შედეგს ვიღებთ ეკრანზე რომ 1 ივნისი უკვე გამარჯვებისა და აღნიშვნის დღე იქნება მადლობა სტუმრობისთვის მადლობა შენ კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებთ ჩვენ გამოეხმაურეთ Urban Fest რომელიც ამჯერად ჩატარდება ზღვისუბნის საქალაქო პარკში ამ თემაზე ვისაუბრეთ, ვისაც ახლა მოხვდათ ყურში არ იცოდით და შეგიძლიათ ჩვენ მიერ ჩამოთვლილი სპორტის სახეობებიდან რომელიც უკვე სადაც რეგისტრაცია ჩაკეტილი არ არის და გაინტერესებთ, შეგიძლიათ გაწევრიანდეთ და რეგისტრირდეთ და 31-სა და პირველ რიცხვში პირველი ეტაპი 31-ია მაინც და მე უკვე დამასრულებელი ფინალური შეხვედრები გაიმართება პირველში. მადლობა ნახვამდის წარმატებებს გისურვებთ, ვინც გვიან შემოგვიერთით თემა და გაინტერესებთ, დეტალები გაინტერესებთ, ჩვენი საუბარი აიტვირთება რადიო ნდის Facebook გვერდზე.